გამარჯობა ქალბატონო ბუდაბატონობა. საახალწლო პაუზის შემდეგ ისევ მოგესალმებით მე ნათია ბანეთიშვილი, ჩემის ავტორად გადაცემით ვერახქმული რეალობა. ჩემი სტუმარი ტრადიციულად ჯერისო ბატონი თემური მიქაუტიძეა, უშუალო დემოკრატიული მოძრაობის მონაწილე. გამარჯობა ბატონო თემური. როგორ ბრძანდებით? გამარჯობა, ტრადიციულად კარგად. ვერ როგორ ბრძანდებით? კილოცად განვლილშობა ახალ წელს. მადლობა, მეც გილოცავ. ბატონო თემურ, ახლა ხომ ახალი ამბები გვაქვს იმასთან დაკავშირებით. ნუ ჩემი თემა, დღევანდელი თემა ეს მინდოდა ყოფილიყო. ხელახალი არჩევნების მოთხოვნა და გაქცეული ბიძინა ივანიშვილი. ნუ ყოველ შემთხვევაში თითქმის გარბის. როგორ ფიქრობთ, ახლანდელ უცნაურ მდგომარეობაში რა დადებითი და უარყოფითი შეიძლება დავინახოთ? სრულიად ახალი რეალობა წამოვიდა ჩვენს წინაშე, ხომ? ქართული ოცნების სახე ბიძინა ივანიშვილი მიდის, ტოვებს თავის პარტიას და ახლა სრულიად ახალი რეალობის წინაშე ვართ. კი ბატონო, ახალი არჩევნები. მე რა ვქნათ, როგორ შევაფასოთ? რა ვქნათ, რა მოხდა? რა მოხდა და ჩვენ ხომ მithulde ვიყავით? ხო, არ რას გავუკეთოთ კომენტარი, რა აღწევოთ, რატომ მიდის ბიძინა ივანიშვილი, ან რა იქნება მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი? რატომ მიდის ეს დაახლოებით ხომ ხვდებით ყველანი არა, რატომაც მიდის? მას თავისი მიზეზები აქვს. მე არ ვიცი რატომ მიდის. ეს ჩვენ გვყავს საქართველოში ბევრი ექსპერტები, რომლებმაც ზუსტად იციან რატომ მიდის. აი, ყველაფერს ვიტყვიან. მე არ ვიცი რატომ მიდის, მაგრამ შეიძლება რა. მათი აზრიდან გამომდინარე ვიძახი, რომ ვიცით, იმიტომ რომ იქ ამერიკიდან ელოდება რაღაც საფრთხეებს და მისი კაპიტალის გადარჩენა უნდა და თვითგადარჩენის მოძრაობები ეს მოკლედ. მაგრამ ჩვენ კი არა, მის ამომრჩეველს, რომელმაც ხალხის უმეტესობამ, რომელმაც 41 შემოხაზა. მას ეცლება ასე ვთქვათ საყრდენი ბურჯი, ადამიანი, რომელსაც ენდობოდნენ და რომელსაც მიყვებოდნენ, ხო? ხო. თქვენი აზრით, აი ეს ახალი რეალობა, აი აქ რა შეიძლება იყოს კარგი? მე პირადად ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებდით. რას ვხედავ აქ კარგს და დადებითს. დადებითს იმას, რომ შეიძლება ჩვენ ხომ მიცხოვრი ვართ რომ ყოველთვის ვიღაცას ვაყენებთ ბელადის ადგილას, მის სახელს გავყვირით, მივყვებით, დროშებით, მთელი ამბებით, მის მოწინააღმდეგეებს ლამის ფეხით გადაუვლით ხოლმე. სანამ გინებას არ დაუწყებთ მე თვითონ მას. ხო და აი ამ ბელადომანიას იქნება დავაღწიოთ საერთოდ თავი. იქნებ დავიწყოთ ჩვენ მოვთხოვოთ იმ ადამიანებს, იმ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც ავირჩევთ, მას მოვთხოვოთ დაკისრებული მოვალეობების შესრულება და აღარ ვეძებოთ კიდევ სხვა და სხვა. აი ამ დადებითის მოლოდინი მაქვს მე პირადად. თქვენ რას ფიქრობთ? კიდევ რა შეიძლება იყოს დადებითი? ერთი ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან კარგი ხასიათს აქვს და მიხარია რომ კარგი ხასიათს აქვს. მეორე რა არის იცი ჩემთვის ყველაფერი დადებითია, რაც ხდება, რაც მოხდება, ისიც დადებითია, იმიტომ რომ ამას ფაქტობრივად განაპირობებს გარემოებები, რომელსაც ვერც ბიძინა მართავს, ვერც ივანიშვილი მართავს, ივანიშვილი რა იყო, სააკაშვილი მართავს, ვერც ტრამპი და ვერც ვერავინ ვერ მართავს, უბრალოდ ყველაფერი რაც ხდება, ხდება ჩვენ და სასიკეთოდ. უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამის დანახვა. იმიტომ რომ ზოგადად ვიმყოფებით სამყაროს განვითარების ცივილიზაციური, ესე ვთქვათ, პარადიგმის, ესე ვთქვათ, ჩარჩოებში და ყველაფერი რაც ხდება, ხდება იმისათვის, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯი კიდევ წინ წავდგათ. მაგრამ მოდი ჩვენ უნდა დავინახოთ, რას ნიშნავს წინ წავდგათ, რა წავდგათ, აი როგორ შენ თქვი ახლა, რაღაცაში არის დადებითი მომენტი, რაღაცაში უარყოფითი. მე მაგალითად ბიძინას წასვლას მარტო ასე ბიძინა წავიდა, ბიძინა დარჩა ამ ფონზე არ განვიხილავდი. აი რა რეაქცია ხდება ზოგადად. ნახე მთელი ჩვენი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, აკა ხო? მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილი ესე ვთქვათ მიაბრძანა ხელისუფლებიდან, ხო? მას შემდეგ ნელა-ნელა იწყებს მუხტი დაგროვებას ბიძინა წადი
ესე იგი ოლიგარქო მოშორდი საქართველოს, ოლიგარქო შენ უნდა დაემხო, ოლიგარქო წადი, ეს კაციც მიდის, მოდის და ესეთი რაღაცები ხდება. მარტო ბიძინას წასვლას კი არა, ჩვენ თავსაც დავაკვირდეთ. აი ხლა წავიდა ბიძინა ივანიშვილი და ეს ოპოზიცია აღვირდა, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა, გაიქცა, ხედავ, წავიდა, რომ გაგვანება, რომ თავი ისე გამოდის, რომ ამ კაცმა საერთოდ რა ვიცი, რა გითხრა, რა უნდა ქნას, ხო? რო ესე იგი წადიო, წავიდა, არ წახვიდეო, რატო? წახვიდეო, ცირკია ერთი სიტყვით. ეხლა წავიდა თუ არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი, ხო? მე მახსოვს ერთი ესეთი ჟურნალისტი იყო, რაღაცა პატარა გოგონა, ესეთი მიკროფონით ხელში უზის და ესე მაშინ ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა საწ-პარტიის თავმჯდომარე იყო და ასევე არ იყო ხელისუფლებაში. და ეკითხება ეს ჟურნალისტი გოგონა, რომ ბატონო ბიძინა არისო აზრიო, რომ თქვენო ძალიან დიდი გავლენა გაქვთო ხელისუფლებაზეო. ხო და ბიძინა ივანიშვილმა ჩემთვის ძალიან მაგარი პასუხი რა, კარგი პასუხი გასცა. მე რა უყვამ გავლენას. ის კი არ უთქვამს, რომ არ არის ჩემი გავლენა ხელისუფლებაზე. აი რა უნდა უყვო ამ გავლენას? ეს კაცი პირდაპირ გეუბნება, მე მაქვს ეს გავლენა ხელისუფლებაზე. რა უნდა უყო? შენ გინდა რომ არ მქონდეს და მაქვს და რა უყო? მოდი შენც, ფაქტობრივად ეს პასუხი იყო. ჩამეზიარე, შენ უნდა გქონდეს ეს გავლენა. გამიგე? შენ უნდა გქონდეს ეს გავლენა და რას მედავები მე რომ მაქვს? ჩვენ უნდა გქონდეს, ხალხს უნდა გქონდეს. გამიგე? სწორად შენიშნე ახლა შენ. ბიძინა ივანიშვილი წავიდა და ბევრს ბელადი გამოეცალა. ხო? მოდი ახლა თუ განვიხილავთ ბიძინა ივანიშვილს, არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი არ განიხილო სააკაშვილის ფონზე. იმიტომ რომ ეს როგორც ინიდაიანი, ხო, როგორც შავი და თეთრია, რომელია უკეთესი, რომელი უარესი, ამაზე არ არის ლაპარაკი, ეს არის თამაში, რომელსაც ჩვენი ყურადღება მიაქვს. მაგრამ სააკაშვილი პირიქით მოდის, ხო? ის გაიძახის, მე უნდა გადავარჩინო, მე შეკითხვაც კი დაუსვა გორდონმა თავის გადაცემაში, რა დგინდაო ეს ხელისუფლებაო, რა დგინდაო ეს ძალაუფლებაო და არც უარყოფს, იცი? მაგალითად, ისა პროტოტიპები რო შევადაროთ. ხო, არც აი ესეთი ეს არის ძალაუფლებაზე მოწყურებული კაცი, სააკაშვილი პირდაპირ ლაპარაკობს, ეთგერტ გაებ. გაიგე, მაგარი სიამოვნებაა. როდესაც ძალაუფლებას პროფო. გამიგე, როდესაც ფლოფ ამას ძალაუფლებას. მაგარი სიამოვნებაა. ესე იგი, ეს კაცი პირიქით მოდის, რომ ძალიან მაგრა უნდა. ეს ივანიშვილი მიდის, გაიძახის არ მინდაო. ეხლა უნდა თუ არ უნდა ერთია, მაგრამ ის მოდის და გაიძახის რომ მოვდივარო, ეს მიდის და გაიძახის რომ მივდივარო. ხო, ვინ მოდის, ვინ არ მოდის, ეს სხვა რამეა. მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა რომ დამოუკიდებლობა ვისწავლოთ? აი ამაშია საქმე. აი ამაშია საქმე. ჩვენი ყურადღება მიქცეულია და გადატანილია ამ თამაშზე და ეს აბსოლუტურად არანორმალურია. გამიგე? მე სულ არ უნდა მაინტერესებდეს, შენ სულ არ უნდა გაინტერესებდეს, ქართულ ხალხს არ უნდა აინტერესებდეს, ვინ მოდის ხელისუფლებაში, ვინ მიდის ხელისუფლებიდან, ქართულ ხალხს უნდა აინტერესებდეს ის, ვინც მოდის და ვინც მიდის, გვემორჩილება თუ არა, თუ ჩვენ გვემორჩილებს. მიმიხვდი რა ხდება? ანუ ჩვენ ხო ძალიან პოლიტიკური ხალხი ვართ, 90% ლამის, აი ჩემი ვარაუდით, ძალიან ჩახედული არ და ჩაფლული პოლიტიკაში, მაშინ როცა ამერიკელების ალბათ 30% არის განცნობილი. მეცაც გეტყვი, ამ ცოტა ხნის წინათ ეს ქართველი დიდი პოლიტიკოსი ხო ქართველების ხედავ და განიხილავენ საკითხს რა ხდება ამერიკაში, იქ ტრამპი და ბაიდენი. რა ხდება ამერიკაში, საკუთარ თავს არ უყურებენ აქ, რომ საერთოდ ანალიზის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ ვინა ვართ, ჩვენ ამ ფონზე, როდესაც ბიძინა და ისა მიშა, აი აქ ცირკებს დგამენ, მათი ბრალი არ არის რომ დგამენ. ჩვენ ვართ ამ თამაში ჩართული, ჩვენ ვართ მაყურებელი და ეს წარმოდგენაც იქნება. წავიდა, რა მოხდა მე რო წავიდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ მართლაც შენი თქმისა არ იყოს იმ საწყალ აზროვნებას, რომელიც დაეძებს ბელაც, გამოეცალა მიწაფეხებიდან. ახლა რა გაქნას ბიძინა წავიდა. გამიგე? ახლა რა გაქნას ბიძინა წავიდა. მაგრამ სადღაც გულის გულში, კუნჭულში იმედი ისევ აქვს, რომ არ წასულა აქ არის. გამიგე და მეორე ნაწილს ვინც გაიძახო და ბიძინა უნდა წავიდესო, ბიძინა არ უყვარდა, ხო? და უნდა წავიდესო. სხვადასხვა ეს იმპულსები, რომელიც ერთს ან მეორეს ამოძრავებს,
პირადი სიყვარული, სიმპათია ან ანტიპათია, როგორც ბელადის მიმართ, თორემ ახლა პიროვნება შეიძლება მოგწონდეს, შეიძლება არ მოგწონდეს, ეს რამეა. ხო, აი ეს საწოდავი დამოკიდებულება კიდევ უფრო საწოდავს ხდის ერთსაც და მეორესაც. გამიგე ჩათრეულია ამ იმაში. და მეორე მხრივ რა არის, ეს რას გავს, იცი? გაუშვა ვიძინავ ხელი ამ ხალხს და უთხრა რომ დავაი ახლა თქვენ მიხედეთ თქვენ თავს. შესაძლებელია ეს კარგიც არის თუ დასკვნას გააკეთებენ. მაგრამ სხვა მხრივ რა არის, იცი? თუ ვიძინას წასვლა ამის შესაძლებლობას იძლევა რომ ჩვენ ეს გავიაზროთ, ხო? აი ის რომ იქიდან ყვირის რომ ქვეყანა ინგრევა, ქვეყანა იქცევა, აუცილებლად ასექენით რომ ეს გააგდეთ და რაღაცა და აკეთეთ რაღაც ასწავლებს შვება, ხო? ეს კიდე პირიქით იჯაჭვავს, კაიგე, იზიდავს ადამიანებს და აჩვევს სიზარმაცეს. ხელს უბიძგებს იმ სიზარმაცისაკენ, აი მე მოვალ და გიშველით ეს გაგებაა. ამან რა გვეშველება გამოიწვია თავის მხარდამჭერებში, იმან ის იწვევს მე მოვალ და გიშველით. ამ განცდებით. არა და ჩვენ რეალურად უნდა დავკარგოთ იმედი ვიღაც. ერთის და მეორის. გაღმერთებულის იმედი უნდა დავკარგოთ და ვიყოთ ღვთისა და საკუთარი თავის იმედზე. ჩვენ თვითონ და განვითარდეთ ისე იმდენად რომ აღარ ვიქცეთ რაღაც უფერულ მასალ. ჩანსახად რა თქმა უნდა. ჩანსახად მე ვარ ჩემი საკუთარი თავის შემოქმედი. მე უნდა შევქმნა შედევრი მაქსიმალურად რა შესაძლებლობები გვაქვს. ჩემგან ვერც ბიძინა, ვერც ის რა ქვია, სააკაშვილი, ვერც კიდევ სხვა, სულ სხვა, ვერც ახალი პოლიტიკური პარტიები რომ ყალიბდებიან და ყალიბდებიან იმის წვიმაში სოკოებივით, რომ მრავლდებიან და მრავლდებიან. ისინი ჩვენგან ვერაფერს ვერ შექმნიან. მათ პირიქით შეიძლება ჩვენი ზომბირება მოახდინონ. მაგრამ ამ დროს ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ. გამიგე? ასე რომ ბიძინა წავიდა, ძალიან კარგი. რა პრობლემაა? გაიქცა? თუ ეს მისი საქმეა. რა რიცი? მე მაქვს ერთი კარგი თვისება, კარგად განვითარებული თვისება. ბევრს აქვს თავისთავად ცხადები, მარტო ჩემთვის კი არ ვიბრალებ, მაგრამ ეს მაქვს ერთ-ერთი, რომ მე შემიძლია სხვის ტყავში შევძრე და ვცადო გავიგო რა პოზიციიდან არის ის ადამიანი მართალი. იმიტომ რომ ადამიანი, რომელმაც არ არსებობს ადამიანმა, რომელმაც იცის რომ არ არის მართალი, ამას აკეთებდეს, რასაც აკეთებს, ხო? როცა აკეთებს ადამიანი, ეყრდნობა იმ განცდას, რომ ის მართალია, ხო? ანუ რა პოზიციიდან შეიძლება კაცს გაუგო, რატო წავიდა, ან რატო მოვიდა მაგალითად. ხო? როდესაც მე ამ კაცის დაუშვათ ტყავში შევდივარ და ვცდილობ გავიგო მისი სიმართლე, ხო? რატო მოდის, რატო მიდის და ასე შემდეგ. მე არ მინდა ის რაღაცაში დავადანაშაულო, არ დავადანაშაულო. მე მინდა განვიხილო მისი ნაბიჯი რამდენად დადებითად მოქმედებს მასაზე. გამიგე? მასაზე რას აძლევს მასასის? უიმედოდ დატოვებული ხალხი რა დღეში ჩავარდება თუ პირიქით იმედგამოცილი ადამიანი თვითონ დაიწყებს ხელების განძრევას. ზოგჯერ არის რომ გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა გარკვეულ დროის განმავლობაში არიან ცუდა წნეხის ქვეშ რაღაცა აკლიათ, მაგრამ ამ დროს საერთო საყოველთაო საქმე კეთდება იმ დაგვარად რომ მე იმ ადამიანებისთვისაც კაია და მათი მთელი სანათესაოსთვისაც და შთამომავლობისთვისაც. აი ისეთი სასარგებლო ნაბიჯები თუ გადაიდგა ხომ კარგი, მაგრამ საქმე მაგაშია რომ ეს დიდი მატარებელიც არ იძურის და რაღაცა არ შეიცვალა. ანუ აი ეს საყოველთაო საქმე. რატო არ იძურის? როგორ არ იძურის? რატომ და ზოგადად ხომ ხვდებით ჩვენი ჯანდაცვა, განათლების სისტემა, ყველაფერი ისეთი მოშლილი არის, აი დიდად, აი განათლების სისტემაში პირადად მე ვხედავ ძალიან დიდ პრობლემას. ისე არის ახლა ბავშვებსაც აქვთ დაკარგული ინტერესი, რომ არ ქონდეთ დაკარგული ინტერესი და კარგად სწავლობდნენ, მე ისე ხდება, რომ არ უფასდებათ ეს სწავლა. ნათი, ამას შენ ლაპარაკო. ამას შენ როგორც დედა, შვილების დედა, შეფასებას აძლევ? ანუ არ მოგწონს, ხო სწორია? არ მომწონს, რა თქმა უნდა. და ცოტა ხნის წინათ მოსწონდათ. გამიგე, ესეც ხო ძვრა არის. ცოტა ხნის წინათ მოსწონდათ. ჩვენ მაგალითად საბჭოთა სკოლაში დავდიოდით და არავის არ ქონდა ეჭვი, რომ საბჭოთა განათლების სკოლა, ახსნის სკოლა არასწორად ზრდიდა ბავშვებს. გამიგე?
არის ახლა დაიწყეს კრიტიკულად აზროვნების განვითარება ბავშვებში, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯებია და როდის გამოიღებს შედეგს, არ ვიცი. გამოიღებს შედეგს მას მერე, როცა ჩვენ საზოგადოება მაქსიმალურად დავაგროვებთ უკმაყოფილების განცდას, ანუ შეიქმნება მოთხოვნა ახალ პროგრამებზე, ახალ განათლების სისტემაზე და ამ განათლების სისტემას შევქმნით. გამიგერაშია საქმე. ანუ განათლების სისტემაზე არც არავის არასოდეს არ უფიქრია დღემდე. იცი რა მოხდა? არაფერი იყო საბჭოთა განათლების სკოლა, შესანიშნავად იყო მორგებული სისტემა ზრდიდა საბჭოთა ადამიანს და სკოლა ზრდიდა საბჭოთა ადამიანს. როგორც წესი და რიგი. გამიგე? იქ იყო ჩვენ გვჭირდება ახალი ადამიანების გაზრდა, რომელიც ახალ პოლიტიკოსებსაც გამოზრდის და ისინი ახალ რელსებზე გადაიყვანენ. ბრავო გოგონა. აი ახალგაზრდა გოგო ხარ და შესანიშნავ დასკვნას აკეთებ. ანუ მას მერე რაც რეალობა შეიცვალა და საბჭოთა კავშირი აღარ არის, უკვე დღის წესრიგში დგას სხვა საკითხი. ახალმა სისტემამ უნდა აღზარდოს ახალი საზოგადოება, ახალი გარემოსათვის, ხო, ახალი სახელმწიფოსათვის. ახალი აღზრდელები გჭირდება ბატონო. გასაგებია. ამიტომაც პირველი რა წამოვიდა, როდესაც ის ვითომ დაიშალასავით. პირველი წამოვიდა ვიგდნიჩის რასაც ქვია. აი, როგორ ვისარგებლოთ იმით, რომ აი ვიღაცა არ აქვს პატრონი, არავინ არაფერს არ გვაძალებს და შენ შეიძლება არც გახსოვს, მაგრამ როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, სწავლაზე მოწყურებულმა საზოგადოებამ, ბჭყალებში, იმიტომ რომ სწავლა არავის არ უყვარდა, ყველას უყვარდა დიპლომი. გაიგე? ერთბაშად გახსნა, სულ აი ასე თავპირისპირობით გახსნა მთელ საქართველოში ინსტიტუტები და უნივერსიტეტები. გესმის? შენ თუ იცი, თუ წარმოგიდგენია რომ აი მაგალითად სამკერვალო ფაბრიკებში, მიტოვებულ სამკერვალო ფაბრიკებში სასწავლებლები იყო, შეიძლება აკადემია, ლაგოდეხის აკადემია იყო, ბაკურციხის აკადემია იყო, თუ უნივერსიტეტი იყო, თუ რაღაცა იყო, რა არ იყო, სამედიცინო ინსტიტუტები იყო, უამრავი რა არ იყო, ფანტასტიკური, ყველგან იყო ინსტიტუტები და უნივერსიტეტები, ყველგან გაკეთდა ოხრად ფული. გამიგე, სახელმძღვანელოები რაც შეძლეს გადაყარეს შემოიტანეს ახალი სახელმძღვანელოები პლატით, ჩაწყობით, ფულით, იმიტომ რომ ყველა სახელმძღვანელოს ავტორი ფულს აკეთებდა ამაზე, გამიგე? ხო, და არაპროფესიონალიზმი ერთბაშად, მაგრამ ამან შექმნა დეფიციტი და შენნაირი დედიკო უკვე ითხოვს განათლების სისტემის შეცვლას. გამიგე? ისიც რომ შენ უკმაყოფილო ხარ, ესეც დამადასტურებელია იმისა, რომ ჩვენ ძრა გვაქვს. მიმიხვდი? პროტესტს ვაცხადებთ იმის მიმართ რაღაც რაც არ მოგწონს და ეს პროტესტის განცდა დააგროვებს მუხტს, რომელიც მერე მოითხოვს განახლებას. საქართველოში დადგება დრო, უკვე როდესაც სისტემური ცვლილებები განხორციელდება, დადგება დრო და ვიტყვით, როგორი გვინდა ეს ქართველი რო იყოს, რა უნდა იცოდეს, რა უნდა შეეძლოს, რას უნდა ფლობდეს, რას უნდა იყოს გაცნობილი, ხო? რა უნარები უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ამას ის კი არ უნდა ადგენდეს, რა ქვია, საბჭოთა კავშირის დროს ვინ ადგენდა? კომუნისტური პარტია. ახლა ვინ უნდა დაადგინოს? ჯონდი ბაღატურიამ, ხო? ან ვინ უნდა დაადგინოს? სანდრო, რა გვარია ის სანდრო? ბრეგაძე. აბა ვინ უნდა დაადგინოს? ადრე თუ კომუნისტური პარტია ადგენდა, ხო ამათმა ჩაანაცვლეს ეს კომუნისტური პარტია. ვინ უნდა დაადგინოს? ბიზნა ივანიშვილმა, მიშა სააკაშვილმა, ვინ უნდა დაადგინოს? ანუ რა ხდება? ვინ უნდა დაადგინოს? შესაბამისი ისინი უნდა გვყავდეს მაგისთვის. ჩვენ უნდა დავადგინოთ, ჩვენ უნდა დავადგინოთ, ხალხმა უნდა დავადგინოთ. როგორ უნდა დავადგინოთ? როგორ და ჩვენმა მორჩილმა პარლამენტმა უნდა წარმოგვიდგინოს პროექტები. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ჩვენ. არჩევნის მეშვეობით. გამიგე? მაგრამ მხოლოდ მას მერე რაც ძალაუფლებას დავიბრუნებთ და გადაწყვეტილების მიღების უფლება გვექნება. ბატონო, რიცით რა მაინტერესებს? აი ეს ჩვენს მიერ არჩეული პარტიები რომ წარმოადგენენ რაღაცა პროექტებს. წარმოადგენენ დაუშვათ 20 პროექტი და ამ 20 პროექტიდან დაახლოებით 3 შეესაბამება ჩვენი აი ხალხის ინტერესებს. აი ეს რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება იმ პროექტებში არ შედის. და ჩვენ ერთი 7 პროექტის დამატება მაინც გვჭირდება.
მაგრამ ეგ მაგათ არ აინტერესებთ. აი ჩვენ არა გვაქვს მაგისი ბერკეტი, რომ ეს დავამატებინოთ. საქმეც მაგაშია, როდესაც დღის წესრიგში დგება საკითხი ვის ეკუთვნის ძალაუფლება, ვისაც ეკუთვნის ის წვეთს. გამიგე, თუ ჩვენ მივახცევთ იმას, რომ ჩვენ, რას ქვია მივახცევთ კი არა, ხო, აუცილებლად მიგვიყვანს ღმერთი აქამდე სამყაროს განვითარების პარადიგმა, რომელზედაც საუბრობდით. ხო, ჩვენ აუცილებლად დავსვამთ საკითხს. ეს საკითხი უნდა იყოს შეტანილი პროგრამაში, საზოგადოება ითხოვს, მაგრამ საქმე რაშია? ეს მოხდება მას მერე, რაც ჩვენს პარლამენტარებს ვაიძულებთ დაგვემორჩილონ და ეს გააკეთონ. მიმიხდი რა ხდება? ჩვენ ვაიძულებთ ჩვენს პარლამენტარებს, მაგრამ დღეს ამის იძულების არც მექანიზმი წარმოგვიდგენია როგორ არის, არც გამოცდილება გვაქვს და ჯერ უნარებიც არ ჩამოყალიბებია. მაგრამ ხო გვინდა, ანუ სურვილი ხო გააჩნდა, გამიგე, მოთხოვნილება ხო გაჩნდა, ამიტომ ეს არსად არცავა. ჩვენ ამ თვალსაზრისით შენ რო იცოდე განათლების სისტემა, ჯანდაცვის სისტემა, ყველაფერი ერთად მოირღვა, თავდაცვის სისტემა, ყველაფერი ერთად მოირღვა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენდა კიტოვანის ბანდა. ნუ ახლა იმ ბიჭებთან რა საქმე მაქვს, მაგრამ კიტოვანი თვითონ იყო ბანდიტი. გამიგე? არაფერი აბსოლუტურად არ იყო. ჩვენ კიტოვანთან რომ მივედით ყოფილი საბჭოთა ოფიცრები, რომ უთხარით თავის დროზე რომ ბატონო თენგიზ ესეთი ყოფილი საბჭოთა ოფიცრები, ჩვენ მაგის გამო დაგვიწუნეს ყოფილი საბჭოთა ოფიცრები რომ ვიყავით, რომ არსებობს მეთოდოლოგია თუ როგორ უნდა გაითვალოს თავდაცვის სისტემა. გამიგე? თუ როგორი უნდა იყოს შეერაღება, როგორი უნდა იყოს ჯარები, სად უნდა იყოს დისლოცირებული იმ საფრთხების მიხედვით, რომელიც შეიძლება მოგელოდებოდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა დროს მაგაზე ლაპარაკიაო ესე გითხრეს. თვითონ გითხრა რა გითხრეს. რა დროს მაგაზე ლაპარაკიაო, ვისაც რაღაცა გული გერჩითო, აიღეთო ავტომატებიო და გავამყევითო იქ სამაჩაბლოში იბრძოდა ჯიგარი. გამიგე? და ამას ერქვა სამშობლოს დაცვა. სინამდვილეში ეს იყო აბსოლუტური ბლეფი, გაუკუღმართებული რეალობა, ვერახქმული რეალობა, მიმიხვდი? ვერახქმული რეალობა, მას მერე საქართველოში ომები იწარმოებოდა, ომებს ვერ დაარქმევდა, ვერ გაიგებ, რა იყო, რა პოლიტიკური მიზანი ჰქონდა, რას ჰქონდა, ვინ ვის ებრძოდა, რატო იყო ეს ომი, გამიგე? საშინელი არაპროფესიონალიზმი იყო ყველაფერში, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერზე ეს მოთხოვნები ჩნდება და ლაგდება, ძალაუფლებას მოიპოვებს თუ არა ხალხი, ოპა და ყველაფერი წავა აბსოლუტურად სწორად. და ეს ძალაუფლების საკითხზე ლაპარაკი დავიწყეთ ახლა, ხო, 2005-დან დაიწყეს ზოგიერთებმა კანტიკუნდად, 2006-დან, 2007-დან შეუერთდნენ და დღეს ძალაუფლებაზე ლაპარაკობთ ბევრი. აი, როდესაც ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოყალიბდებით და არა ბანდიტების ბესპრედელისა და როგორ ქვია, ორგანიზованная преступность, რა, ხო? როგორ ОПГ преступная группировка, აი რუსეთში რო ჩამოყალიბდა ორგანიზованная преступная группировка, ესეთი რაღაცები, იმათი დაქვემდებარებაში რო ვართ ახლა. გამიგე, იმათი ავტორიტარული რეჟიმი რომ არის ახლა საქართველოში დღეს, ხო? ამის ბრალია ეს ყველაფერი. ყაჩაღები, ბანდიტები გვასხედან თავზე. მეტი აფერი არ არის. საბჭოთა კავშირი იმათ ვადაშალეს, შენ ხო ისევ სწორად რომ აღიქვა რეალობა. იმათ ვადაშალეს საბჭოთა კავშირი. ისინი ცვლიან ხელისუფლებას ჩვენთან. ისინი ცვლიან ყველანი, ჩვენ თვალები უნდა გავახილოთ. პირველი დღიდან დაწყებული ბოლო დღემდე ისინი ცვლიან, ეს დემოკრატობანას თამაში არის სისულელე. ისინი გვარჩევინებენ თავს. აი ეს ჩვენ თითოეულ სოფლიდან არ გავაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს და სანამ ჩვენ სანდოკაც არ გაუშვებთ, პირადი დავალები. დიახ, მანამდე იქნება მათი დანიშნულის ეს ხმის მიცემა. ხო, ახლა წარმოიდგინე როგორი სიტუაცია. ნიშნავენ ხალხს და გვეუბნებიან, ეხლა თქვენ ესენი უნდა აირჩიოთ, გაიგე? ეს ხალხი არის მათი, ფული იმათ აქვს, დაიტაცეს, ხო, საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე. ტელევიზია, პრესა იმათ აქვს, ზემოქმედების საშუალებები, ფაქტორებად ყველაფერი იმათ აქვს. არჩევნებს ატარებენ და გვეუბნებიან, ეხლაო თქვენო მოგაწვდითო ხალხის სიასო, პარტიების სიასო და აქედან უნდა აირჩიოთო თქვენი წარმომადგენელი ჩვენთან. ესე ცირკი არ არის. წარმოგიდგენია, თვითონ მიყენებს იმას და მეუბნება, რომ ჩემი წარმომადგენელი უნდა აირჩიო ჩემთანო. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, აბსოლუტური ბლეფი, ამას დემოკრატიასთან არაფერი კავშირი არ აქვს. ჩვენც რას ვაკეთებთ? დაგვიღია პირი და ველოდებით იქნება ვინმე გამოჩნდეს, ვისაც ჩვენზე გული შესტკივა. ამიტომ არის ეს სიტუაცია. თხომაწუხებს კიდევ ხშირად ხოლმე. ხო.
საარჩევნო ფურცლებში არის ჩამონათვალი პარტიების, როცა ჩვენ ხმის მისაცემად მივდივართ. ეს არის დაახლოებით 40 ან რა ვიცი, მაქსიმუმ 50-მდე პარტია, ხო? მაგრამ მაგის გარდა ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ პატარა ქვეყანაში 200 თუ 200-ზე მეტი პარტია არის დარეგისტრირებული, რომლებიც პატარ-პატარა დაფინანსებებსაც იღებენ ბიუჯეტიდან, ხო? რომლებზეც არც არაფერი გაგვიგია, არც არაფერს აკეთებენ. აი, ამ მარაზმს როდის უნდა მოიღოს ბოლო, როცა ჩვენ ძალაუფლებას ჩავიგდებთ ხელში, თუ მანამდე შეიძლება. ეს პარტიები ყველანი, აბსოლუტურად ყველანი არაფერს აკეთებს. რა უნდა გაგიკეთოს პარტიამ? არ გადამრიო პარტიამ რა უნდა გაგიკეთოს? ლოგიკურად რატომ უნდა დაფინანსდნენ ჩვენი ჯიბიდან? აი ესე მარტივად. იცი რა არის, ჩვენ ახლა ერთმანეთს არ ვაცილთ ლაპარაკს, მაგრამ ნუ როგორ ჩანს ესეა საჭირო, ხო? რა არის, იცი, თვითონ პარტიამ თავისი დრო მოჭამა. პარტია ჩამოყალიბდა, არ ვიცი, შუა საუკუნეებში, დიდ ბრიტანეთში პირველად პარლამენტარიზმი იქიდან იწყებს თავის ისტორიას, ხა თავს ვერ გამოვიდეთ მაინც და მაინც მე გეტყვი არს. მაშინ იყო აბსოლუტური თვითმპყრობელი მეფე, მონარქი. მონარქიის პირობებში ძალაუფლება ეკუთვნოდა მონარქს, სხვას არავის და მონარქი ჩერეს თავისი ნაზირ ვეზირებით, არისტოკრატიით ამ თავის ძალაუფლებას განახორციელებდა, ნუ შეუზღუდავად. მაგრამ მერე როდესაც გაჩნდნენ ბურჟუები, ბურჟუაზიული რევოლუციის დროს, რევოლუციების არა, ბურჟუაზიის განვითარების დროს, ამ ბურჟუებსაც მოუნდათ, ესე ვთქვათ, თავისი უფლებების დაცვა. ბურჟუე კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად. მონარქმა დაუშვა, შემოგზავნეთო ჩემთან ამ სანაზირ ვეზიროში, ასე ვთქვათ, თქვენი წარმომადგენლები თუ და გითხრათ რა უნდათო. იქ პარტია ცალკე კი არ ჩამოყალიბებულა. დასხდნენ ბურჟუები და რამოდენიმე წარმომადგენელი გაგზავნეს თავიანთი ინტერესების დასაცავად. მიმიხვდი რას ვამბობ. ხო? და წავიდნენ ესენი და ამათ დაერქვა დაუშვათ ბურჟუაზიული დემოკრატიული პარტია, იმას დაერქვა არისტოკრატიული მონარქისტული პარტია, იმას დაერქვა ქრისტიანული რაღაცა პარტია და დასხდნენ ისინი ამგვარად შეიქმნა ავტომატურად დრო მოითხოვა და იმიტომ შეიქმნა პარლამენტი. მაგრამ როდესაც მეფემ თქვა, მე მთლიანად ვთმობ ჩემს ძალაუფლებას და ეს ძალაუფლება გადაეცემა უკვე ხალხსო, უკვე იმის საჭიროება, რომ არსებულიყო ძალაუფლების გაყოფა სხვადასხვა ფენებს შორის, აღარ იყო საჭიროება, გესმის? აი დღეს ეს მდგომარეობაა, როდესაც 1917 წელს რუსეთის იმპერიაში დიდმა რუსმა იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ თქვა, წადი თქვენი დედაცვათი აღარ მინდა ძალაუფლებაო, დააგდო ეს თავისი სკიპტრა, დააგდო ტახტი და წავიდა, ჩამოყალიბდა რუსეთში დროებითი მთავრობა, რომელსაც უნდა მოეფიქრებინა, ვინ დაეპატრონებოდა ამ ძალაუფლებას, გესმის? და წესით უნდა დაპატრონებოდა ხალხი. ან ვიღაც სხვა ახალი მონარქი, ანასე ანისე. არც ერთი და არც მეორე ძალაუფლებას გადატრიალების საფუძველზე დაეპატრონა ვლადიმერ ილიას ლენინი კომუნისტური პარტია, გესმის? ანუ რასაც ქვია, აი პატარა ჯგუფი ხალხისა, რომლებმაც ძალაუფლება ხალხს, совет народных депутатов, власть народу, აი ამ ლოზუნგებით, ხო, ფაქტობრივად მიიტაცა, მიისამოსტრა, ხო, მოატყუა ხალხი და ძალაუფლებას დაეპატრონა კომუნისტური პარტია. აი კომუნისტური პარტია რო დაეუფლა ძალაუფლებას, მან აბსოლუტურად გადააგვარა საბჭოთა ადამიანის აზროვნება. ესე იგი დაარწმუნა ზოგი ძალით, ზოგი რა ვიცი, არ ვიცი როგორ ყოველ შემთხვევაში ასე იყო და მინდა გითხრა მეც კაი მამალი კომუნისტი ვიყავი, მეც კომუნისტს ვაშენებდი და ხან მონღოლებს უშენებდი კომუნიზმს, ხან ავღანელებს უშენებდი კომუნიზმს, ესეთი იყო ისა, ხო? და ამან გადაწყვიტა რომ აეშ პროგრამა ქონდა კომუნისტურ პარტიას, შესაბამისად საბჭოთა კავშირს ქონდა პროგრამა, იმიტომ რომ კომუნისტური პარტია იყო რულევოი და რა არა, მესაჭე და რა არა. ერთმანეთს დახასიათებებში უწერდით ხოლმე, რომ ესე იგი ნათია ბანეთიშვილი კარგად იცნობს კომუნისტური პარტიის პროგრამას და მხარს უჭერს და კომუნისტურ პარტიაში ეწერა მსოფლიოში უნდა აეშენებინა კომუნიზმი, გესმის? ანუ ჩვენ აქეთ მივდიოდით, ის იყო ჩვენი მესაჭე და ჩვენ მივყვებოდით კომუნისტურ პარტიას. ხო? და კომუნისტურმა პარტიამ როცა თქვა, შო მორჩა არსად აღარ მივდივარო 1990 წელს
ასე ვთქვა, დადო კვერცხი და თქვა, რომ მე აღარ მინდაო, ერთმართველი ვიყოო, ფაქტობრივად კომუნისტურმა პარტიამ ეს თავისინებით კი არ განაცხადა, თავისინებით კი განაცხადა, მაგრამ თავის პარტიულ იდეალებს, რომელიც ჯერ კიდევ ლენინის დროს, სტალინის დროს იყო, კლიანად უღალატა, რა კომუნიზმი, რის კომუნიზმი ხალხი მათ ხორობაში ჩატოვა, მაგრამ მათ უკვე ჰქონდათ უკვე ფაქტობრივად მიტაცებული მთელი ხალხის ქონება არა ლეგალურად. გამიგე? ხო და ასევე ამ ქონებას ფლობდნენ კანონიერი ქურდები და ბესპრედელს ეძახოდნენ ხოლმე მაშინ დაჯგუფებები ჰქონდათ, ოპგ-ები, სონცევსკაია გრუპიროვკა რაღაცა, ანუ მამალი კაცის პლელები და ისინი რა, გამომძალველები და სასტიკი ბანდიტები და კგბ-შნიკები. აი ისინი მათ დააგროვეს უზარმაზარი ქონება ამ საკუთარ პირობებში და მათ არ შეეძლოთ ამ ქონების ღიად აშკარად გამოტანა, იმიტომ რომ დეკლარირებული იდეოლოგია ხელს უშლიდა, გაიგე? ხო და გადაწყვიტეს რომ ეთქვათ, მოდი მაგის ზედაცვადრია, ჩვენ ასე ცხოვრება აღარ შეგვიძლია, ეკონომიკა ისედაც და ისედაც ვერ ვითარდება, ინგრევა და დავისაკუთროთ ესე, გადავიდეთ ახალ ფორმებზე. კაი, გადავიდეთ ახალ ფორმებზე. მე რა ვქნათ? რა უნდა ვქნათ და დავისაკუთროთ ეს თუ რამეა სიმდიდრე. ხო და ხალხს რა მივცეთ და ხალხის ზედაცვადრია რა უნდა მივცეთ ხალხს იყოს ისე. ხო, არჩევნები როგორ ჩავატაროთ და ჩავატაროთ, ავარჩევიოთ ჩვენი თავი, შო მორჩა. და მას შემდეგ აი ისინი ჩარჩნენ, ვისაც ბევრი ფული აქვს, ვინც დააგროვა, დაგტაცა, მოგვტაცა ეს ფული. დღევანდელი კგბ, ყოფილი კომპარტია და ისა კრიმინალი, ესე ვთქვათ, ხო? შერწყმული ერთმანეთში, დაპატრონებულია მთელ ქონებას, თუ რამე ქონება არის განაწილებული, თუმცა გასანაწილებელი ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი. დაპატრონებულია ამ ქონებას და ხალხს დედა სტირობს. არჩევნებს და არჩევნებს თავის თავს როგორც უნდა ამ სათითეებით. რა გინდა დემოკრატია ხო არ? მიმიხდი, მაგრამ ძალაუფლება ისევ იმათ ეკუთვნის. ამ ძალაუფლებას ახორციელებენ პარლამენტარებით, გამიგე? პარლამენტარებით და მთავრობით, რომელსაც გვინიშნავენ. ჩვენ მოგვინდება ხოლმე რა, ეროვნული ლიდერი. აჰა, იქ ზემოდან მოიქეკავენ თავს, ამათ ეროვნული ლიდერი მოუნდათ. მოდი გამოვუცხოთ ეროვნული ლიდერი ახლა. გამიგე? ხო და ესე ჩვენ პირდაღებულები ტაშის კრებით და მთელი ურაურად ეს არის ეროვნული, არა ეს არის ეროვნული ლიდერი. აი ესე დავდევთ აქეთ იქით და ამ დროს ნათია მისვამს კითხვას. წავიდა ივანიშვილი. და ამ ცირკში წავიდა ივანიშვილი, რა არა შეიცვალა რამე. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. სანამ ძალაუფლებას არ დავიპყრობთ ჩვენ, წავიდა ივანიშვილი მოვა სხვა. მიმიხდი არა აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში რამხელა შანსი არის, რომ ის მიტაცებულიც დავაბრუნოთ ხალხში. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში მე არ ვიცი მიტაცებულის დაბრუნება რამდენად მოხერხდება, იმიტომ რომ ეს მიტაცებული რაც მიიტაცა ქართულმა მამაძაღლობამ რაც მიიტაცა ფაქტობრივად უკვე გაყიდულია. ფაქტობრივად უკვე გაყიდულია და მისი პატრონები საზღვარგარეთ არიან. ამან შეიძლება უზარმაზარი რაღაცები გამოიწვიოს რა, რაღაცები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არ არის მთავარი. ყველაზე დიდი და ყველაზე მძლავრი მიტაცებული რაც არის, ეს არის ხალხის ძალაუფლება. მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების უფლება. ეს არის ძალაუფლება. ძალაუფლება არის, როდესაც მე გადაწყვეტილების მიღება შემიძლია, კანონის დაწესება შემიძლია. გამიგე? ჩვენ ხალხს როცა შეგვიძლია ჩვენთვის კანონები დავაწესოთ. თუ კი ამას არ მაწესებინებ, ახლა იქ დიდი ამბავი თუ რაღაცა ისა ბორჯომის წყალი. მე მისიც კი მეშინია, ჩვენც არ ვიყოთ უკვე გაყიდული, როგორც უძრავ-მოძრავი ქონება. მაგისი პრობლემა არა გაქვს, შენ გაყიდული ხარ, ყოველთვის გაყიდული ხარ, მანამდე სანამ ძალაუფლებას არ გქრობ. რა მნიშვნელობა აქვს შენ კახეთში რო იციან ხოლმე, ვირი გინდა ზაბორსიკი დააბი, გინდა ზაბორსაკი დააბი, მაინც ვირიაო. თუ გაყიდულია, კაცი გაყიდულია. მაგ ბალში ჩადებული ვართ და გაყიდული ხარ. გამიგე, სანამ შენ თვითონ არ იტყვი, რომ მე ჩემს თავს თვითონ უნდა მივხედო, აგერ თემურთან ერთად, მერე კიდევ ჩვენ ქართულ ხალხთან ერთად, ხო? სანამ ჩვენ არ გვეკუთვნის ძალაუფლება, რაც ასაც ქვია, ჩვენ ძალაუფლება გვაერთიანებს სინამდვილეში, ხო აზრზე ხარ, გამოდიან და ყვირიან, გაერთიანდით. არანაირი გაერთიანება ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გაერთიანებულები ვართ, ქართველი ხალხი ვართ გაერთიანებული. უბრალოდ არ უნდა დავიშალოთ, ჩვენ გვშლიან. გამიგე, აგერ დაგვშალეს, აფხაზები წაგვართვეს, ოსები წაგვართვეს, იქ რო ცხოვრობდნენ, ხვალზე შეიძლება თუ ჩვენ გონს არ მოვეგეთ, ჩვენ ძალაუფლება არ დავიწყოთ. აჭარაც წაგვართვა. ხო, მერთმა დაიფაროს. სულ თავისუფლად შეიძლება ხალხის გაგიჟება. თან იცი როგორ გააგიჟეს ხალხი? ეროვნული ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გააგზავნეს და
რაღაც საშინელებები ჩაიდინეს, ეს პირველივე გასროლიდან ჩანდა, რომ ჩვენ ამ ტერიტორიებს კარგავდით. მერე გამოდიან თვითონ შევარდნაძემ გაყვიდა. შევარდნაძემ გაყიდა, იმიტომ რომ შენ ხარ ბრიყვი. არ უნდა გაყიდულიყავი, ხო? აი ესეთი ვითარება. ამიტომაც გონს უნდა მოვეგოთ. აი ეს თამაში, ეს წავიდა, ის მოვიდა, ამან ისქნა, ის იქიდან იმუქრება. ეს არის თამაში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ერთადერთი და ყველაზე მთავარი რაც გვჭირდება ძალაუფლების დაბრუნება. როგორ შევაფასებდი ბიზნეს ნაბიჯს, როგორც პიროვნების ნაბიჯს? კარგია. როცა მოვიდე რა იყო? კარგია. სააკაშვილი რომ მოვიდა შევარდნაძის ნაცვლად, კარგია. გამიგე? ანუ რისი თქვა, რა ყველაფერი ლოგიკური იყო, ხო? აბსოლუტურად. აი ეს უნდა გავიაზროთ. ჩვენ კი არ უნდა ავჭუჭყურდეთ რაღაცა როცა არ მოგწონს. ჩვენ უნდა მივხვდეთ იმას, რომ ყველაფერი რაც ხდება, არის ლოგიკური. მას აქვს წინამორბედი გამოვლენები, რომელიც წინ უსწრებდა, რამაც ეს დღევანდელი რეალობა განაპირობა. ის აბსოლუტური ლოგიკური მოცემულობაა, აბსოლუტურად. უბრალოდ ჩვენ სწორი დასკვნების გაკეთება უნდა ვისწავლოთ. თუ ჩვენ სწორ დასკვნებს ვერ ვაკეთებთ, მაშინ რა იცი რა ხდება? აი ერთი რაღაცაა. სამყარო იქცევა აი ასე, მაგალითად, გვექცევა აი ასე. ხო? ის არ იცვლის თავის მიმართულებას. ჩვენ სამყაროს მიმართ ვართ აი ასე. სამყარო იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუთავსებელი ვართ, მასთან გვირთყამს ცხვირში. სინამდვილეში სამყარო კი არ გირთყამს. ჩვენი შეუთავსებლობა გვირთყამს. გამიგე? კარგია თუ ცუდია ასე რომ მოხდა. ახლა მოდი ვაჭრობა დაიწყე. მოდი მე ასე შეუთავსებელი ვიქნები და იმან ნაკლებად დამარტყას. არ არსებობს. მიმიხვდი? არ არსებობს. რამდენადაც ხარ მის მიმართ არაადეკვატური, ისეთი სიმძლავრით მოხდება ცხვირში. ჩვენ ცუდიდან უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები და დავიჭიროთ კარგი შანსი და არ გავუშვათ. შემოგევლე, აბა რა, ამიტომ როდესაც შენ ისწავლი ცუდიდან დასკვნების გამოტანას, სწორად შეფასებას, გაანალიზებას, ტირილს კი არა, ჭუჭყურს კი არა, სხვის დადანაშაულებს კი არა, დასკვნების გამოტანას როცა ისწავლი, ყველა შენი წარუმატებელი ნაბიჯი, წარუმატებელი კი აღარ იქნება. იქნება გამოცდილება. და ესე დააგროვებ გამოცდილებას. ბავშვი სიარულს რო იწყებს, იმას ხო ინსტრუქცია არ აქვს, როგორ უნდა გაიაროს. პირველ ნაბიჯს როცა ადგამს, სწორად ადგამს თუ არასწორად? რა თქმა უნდა, არასწორად. ჯერ წონასწორობას ეჩვევა. რა თქმა უნდა, არასწორად. მაგრამ ის გამოცდილებაში ჩაიწერა, რომ ეს იყო არასწორი. მიმიხვდი? ანუ ასე აღარ გადაადგამს შემდგომ ნაბიჯს, გადაადგამს ცოტა სხვანაირად. ესეც არასწორი. მერე აღარ დაეცა, ეს უკვე სწორია და დაიმახსოვრა. მიმიხვდი? ამიტომ გაგვიგრძელდა ბავშვობა. ბატონო? დიდხანს გაგვიგრძელდა ბავშვობა. არა, ვერ ვიტყვი რომ დიდხანს. 30 წელი სულაც არ არის ბევრი. წელი არ არის ბევრი? არა. ესეც ლოგიკურია. ისე რა არის, იცი? დიდხანს რო არ გაგვიგრძელდეს ბავშვობა, ჩვენ რაც შეიძლება მეტი უნდა დავატანოთ თავს ძალა და უნდა ვისწავლოთ. აი ეს მივიღეთ. დავაი დასკვნები გავაკეთოთ. ანალიზი გავაკეთოთ, მერე დასკვნები. არ შეიძლება გამოხვიდეთ და ყვიროდე იმას, რომ ეს პუტინის ბრალია, რომ ეს ტრამპის ბრალია, არ შეიძლება. არ შეიძლება მოცემულობა. ეს მოცემულობა. ეხლა ჩვენზე უარი უკეთესები იყვნენ, უფრო მაგრები იყვნენ ის დინოზავრები, ხო? გადაშენდნენ. რატო? ვერ გაუძლეს გამყინვარებას. ხოდა ახლა წარმოიდგინე, შეიცვალა გარემო პირობები. ვისი ბრალია? გამოდი ახლა დინოზავრებმა დაადანაშაულებს. დინოზავრის ბრალია. ხო, რა თქმა უნდა, ვერ გაუძელი, ხო? სამყარო შენს მიმართ ზუსტად ისეთივია, როგორც სხვის მიმართ. ეხლა ჩვენ რამდენიც არ უნდა ბოდიში ვაჩმახოთ, რამდენიც არ უნდა ვიჭუჭყუროთ რუსებზე, ხო? რუსეთი საერთოდ არ არსებობდა ჩვენ რომ უკვე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ვიყავით. რუსეთი დუნაის ნაპირებზე იყო რაღაც პატარა ტომის მსგავსი სლავები, და დაიძრნენ მე ეს სლავები, რის გამო დაიძრნენ, როგორ დაიძრნენ, ვინ შეზღუდეს, ჰუნებმა შეზღუდეს, ლათინებმა შეზღუდეს, ვინ შეზღუდეს, არ ვიცი, მე არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის უკვე ეს სლავები აღმოჩნდნენ სამხრეთის სლავები, ჩრდილოეთის სლავები და აღმოსავლეთის სლავები. ხედავ ხო ამ აღმოსავლეთის სლავებს, თელი საბჭოთა კავშირი აღმოსავლეთის სლავები იყო, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, სამხრეთის სლავები იყვნენ ეგერ მაკედონელები, იუგოსლავები, სერბები, ჩრდილოეთის სლავები ესენი არიან
სლოვაკები, პოლონელები, გამიგე ამ ხელა რა შექმნეს და ამ ხელა იმპერია, მაშინაგანმა ენერგიამ შექმნა. რაღაცამ ხო შექმნა შინაგანმა ენერგიამ. ჩვენ 2000 წელია რაც სახელმწიფოებრიობა გვაქვს, გაიგე და სხვებს დავცინით. რას დავცინით? თურქეთი დღეს 70 მილიონიანი როა. ხო? მე-19 საუკუნეში ერთი ტომი იყო, ოუსტა ტომი შუა საუკუნეებში გამოყარეს იქიდან, რა ქვია, არალიის ზღვის სანაპიროდან გამოყარეს და ასე წოციალში დაორგანიზდნენ, ჩამოაყალიბეს სახელმწიფო და როგორი სახელმწიფოა, ხო? ბიზანტია იმას ქნეს, ჩაანაცვლეს. ჩვენ მაშინ და პირიქით დეგრადაციას განვიცდით. ხო, ჩვენ მათზე მეტი ვიყავით მაშინ. დეგრადაციას არ განვიცდით, რაღაცა არის რის გამოც ჩვენ ასე ვართ. უკუსლა გვაქვს სერიოზული, ვიწრიტებით. ხო, მაგას კი ესია. ამიტომაც ჩვენ საკუთარი შინაგანი ენერგიის მოძიება გვმართებს დღეს. არ შეიძლება სხვის იმედზე იყო. საკუთარი შინაგანი ენერგიის მოძიება გვმართებს. ეს ბუნების კანონია, ვერსად ვერ გაექცევით. ტყეში ხე რო ამოდის, ხე პატარა ნორჩი რო ამოდის, იმას ჩრდილავს აბსოლუტურად ყველა ხე. იქ არ აქვს ამ პატარა ჩიტილი ახალი რომ მოდის, იქ არ არის იმისათვის, აი ის მუხა კარგია, ის ცაცხვი არ ვარგა, ეგეთი რაღაცეები არ არის. ის დგას თავისთვის, ის თავისთვის იზრდება, ყველა თავის ინტერესებს ახორციელებს, ყველა თავის საკეთებს და ყველა ჩრდილავს ამას. ზოგი აღმოსავლეთიდან მზემ რო ამოდის, მაშინ ჩრდილავს, ზოგი დასავლეთში მზე რო ჩადის, მაშინ ჩრდილავს. გაიგე, მაგრამ ჩრდილავს. და ამან გაზრდა ერთადერთი რითაც შეუძლია საკუთარი შინაგანი რესურსით. ეს შინაგანი რესურსი ქართულ ხალხს გვაქვს, მე დარწმუნებული ვარ. მე ამას შენ ძალიან ოპტიმისტი ხარ, ოპტიმისტი რა, შეხედე ბუნების კანონებს და აღმოჩნდება, რომ თუ ხარ სიცოცხლისათვის მზად, იცოცხლებ, თუ არა ხარ, არ იცოცხლებ. როგორ გავაკეთო მზად ვარ, როგორ დავასწრო მზად ვარ თუ არა. ეს ჩემი გადასაწყვეტია, თუ ვიტყვი რომ ვარ. თვითგანადგურების პროგრამა უნდა წაიშალოს და ახალი ჩაიწეროს. ვაიმე, რა კარგი გოგო ხარ. აი თვითგანადგურების პროგრამა უნდა წაიშალოს. ჩვენ ეს თვითგანადგურების პროგრამა შევიქმნით თვითონ. მაგრამ რა არიცი, მე დარწმუნებული ვარ. იმასაც კი არ ვამბობ, მე იმედება მეთქი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვითგანადგურების პროგრამა ჩვენ ვერ მოგვიღებს ბოლოს. ძალიან ბევრს მოუღებს პიროვნულად. მაგრამ მთლიანობაში ვერა, რატო იცი? იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც უფრო სიცოცხლიანი ხალხი ვართ, ღიარული ხალხი ვართ, შინაგანად სხვა ხალხი ვართ, გამიგე? და გვიწერია ეს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ეს მონღოლთა შემოსევის მერე დაიწყო, ხო, ძალიან მაგრა დავითქმუნეთ, სადღაც 1200 წლის მერე, 1226 წლიდან გარნისის ბრძოლის მერე დაიწყო მგონი. ზუსტად არ ვიცი ახლა მაგას ვერ გეტყვი. როგორ ჩამოაყალიბებ, რა ჩემი საქმეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაიწყო მასიურად ქართველი ხალხის ფსიქოტიპის ნგრევა და უკვე დავიწყეთ აღმოჩნდით სხვის კარებზე მათხოვრად მიმდგარები. აი ეს ისტორია კარგად უნდა გავიაზროთ, გაიგე? კარგად უნდა გავიაზროთ. ჩვენ თვითონ აღმოჩნდით უკვე მათხოვრის როლში. ყარაყორუმში ჩვენმა არისტოკრატიამ ორი მეფე წარადგინეს, ორი მეფის სული, დავით ნარინი და დავით ულუ დაგვინიშნეთ ერთი ჯგუფი ერთმა, ხო და ეხლა მონღოლებმა ერთმა ნაწილმა თავადებისა, ქართველთა თავადებისა მოიყვანა დავით ულუ, მეორე ნაწილმა მოიყვანა დავით ნარინი. ამათმა მოიქეკეს თავები და რა მნიშვნელობა ჰქონდა იმათვის, ვინ იქნებოდა საქართველოს მეფე 1, 2 თუ 10, ხო? თავარია ყოფილიყო დამორჩილებული ყარაყორუმის ტახტს. ხო და ორივე დაამტკიცეს, წადით თუ კაცო იყავით და რა გენახლებათ ორივე მეფე იყავით. ეხლა ვისი ბრალია? რო არ შეთანხმდნენ, რომელიღაცამ რო არ დაათმო. ხო, რა თქმა უნდა, იქ ვერ გაიყვეს ძალაუფლება. ჩამოვიდნენ ერთი ხანი იყვნენ ორივენი მეფეები, ერთი სულტყამდა ბეჭედს, მეორე სულტყამდა ბეჭედს და იყვნენ ჯიგრები რა სხვის მორჩილებაში ორი მეფე საქართველოში, ხო? ძალაუფლება ეპყრა სხვას, მერე ადგა ნარინი გაიქცა დასავლეთ საქართველოში და მიიღე უკვე ორი სამეფო. გამიგე? საქართველოს მარტო ეს იყო? ის ძალიან დიდი დანაკლისი იყო, რომ წლების განმავლობაში თვითონ ქართველები იტაცებდნენ ბავშვებს და ყიდიდნენ თურქულ ბაზარზე და ამით აპა თურქები ჩვენთან და არაბები ბავშვების მოსატაცებლად არ მოდიოდნენ. ისინი არ მოდიოდნენ. აი ეს მოღალატეობა საკუთარი ერისმი. არა, მოღალატეობას ამას ნუ დაარქვევ. ღალატია ეს. კრიტიკული პერიოდები არა, როგორც არა.
ეხლა რა არის, იცი, მასე თუ მიუდგები ღალატი ყველას ხონდა. იცი, ქართველებს თვითგანადგურების პროგრამა ეგ არის. ქართველი კაცის თავში მომისმინე თვითგანადგურების პროგრამა ეგ არის, როდესაც შენ დარწმუნებული ხარ, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ. გამიგე? ქართველი კაცი რო გაიძახის, რომ ქართველი კაცის მტერი ისევ ქართველი კაცი იყო ზურგში თუ ჩასცემდა ლახვარს, ხომ მოგისმენია ქართველი კაცისგან. ისევ ქართველი თუ უღალატებდა, გაიგე? არ არის. იდოსტატის მარჯვენაშიც ეგ არ არის. აი ზუსტად ამ წიგნებს აქვს შენზე უარყოფითი როლი ნათამაშები, მათ შორის ჩემზეც. მასე იყო ყველგან. შენ არ იფიქრო, რომ სხვა ქვეყანაში სხვა გვარად იყო. ასე იყო იაპონიაში, ასე იყო საფრანგეთში, ასე იყო დიდ ბრიტანეთში, ასე იყო ყველგან, მაგრამ თავი უნდა დააღწიო ამას. არავინ არ იცის. მაშინ რატომ არის, რომ ისინი გაძლიერდნენ, გამრავლდნენ მაინც? გაბევრდნენ კიდევაც და ეკონომიკურადაც ძლიერები არიან. მაგრამ მათ ეს გვემის პროგრამა, თვითნგრევის, თვითგანადგურების პროგრამა თვითონვე შეიცვალეს. ეს იყო, ამას უნდა შევეშვათ. ეხლა როგორ ფიქრობ, საფრანგეთს გარშემო მტრები ყავდა, როგორ ფიქრობ, ყავდა მტრები? გარშემო? ხო. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ყველას მტერი იყო. მაგრამ საქმე ისე, რომ დღეს ევროპაში ყველას მტერი იყო. მაგრამ ასევე ყველას მოკეთეც იყო. ესეც არის გასაგები. ეხლა ჩვენ თავში გვიდევს პარადიგმა, რომ ჩვენ ყველა მტრებია, რუსები მტრებია, აზერბაიჯანელები მტრებია, სომხები მტრებია, თურქები მტრებია, ესენი მტრებია, ისინი მტრებია, ყველა მტრებია, ვაიმე რა გვეშველებო, შო მორჩა დამთავრდა. გამიგე? შო დამთავრდა, შენ ამ ქვეყანაზე ვეღარ ცხოვრობ. თუ ყველგან უყურებ, ყველას უყურებ, როგორც მტერ, შენ ამ ქვეყანაზე ვეღარ ცხოვრობ. წარმოიდგინე, რომ ყველას მიმართ უშვებ უარყოფით მუხტს, უარყოფით იმპულსს. ის ხო გიბრუნდება. კოსმოსში რასაც გზავნი, ის გიბრუნდება. ბატონო თემურ, დღეს არის ესეთი სიტყვა არის კოუჩი, ტრენერი, ანუ მწვრთნელები არიან, რომლებიც ასწავლიან ადამიანებს პოზიტიურ აზროვნებას. ეს რაღაც ფსიქოლოგიური ტრენინგის დარგში გადის. ხო და ასეთი პოზიტიური კოუჩები გჭირდება ბევრი, ძალიან ბევრი. მე მაქვს ესეთი კოუჩ ჯგუფი, უბრალოდ სასწავლო ჯგუფი, სადაც მე თვითონ ვარ კოუჩი. და ჩემი ჯგუფი საკმაოდ დიდ წარმატებას აღწევს. პოზიტიურ განწყობაზე დგება ეს ჯგუფი, ეკონომიკურ წარმატებებსაც აღწევს ეს ჯგუფი და უფრო დიდხანსაც ცოცხლობს ეს ჯგუფი, მინდა გითხრა, ხალისიანია, ჯანმრთელია და ძალიან მაგარია. დღევანდელი საკითხი ამოვწურე მე, ანუ ის რაც მინდოდა ის კითხები დაგისვით, მაგრამ არ ვიცი ახლა თქვენ როგორ ბოლომდე ამოთქვით თქვენი სათქმელი. არა, რამდენად სასარგებლო შეიძლება ყოფილიყო შენთვის, ჩემთვის, ვინც მოგვისმენს იმისთვის. იქნება ალბათ სასარგებლო. ეს მსმენელმა გადაწყვიტოს, ჩემთვის იყო გარკვეულწილად სასარგებლო. ერთ საკითხზე ვფიქრობდი კიდე დღესვე დავსვა მეთქი ეს კითხვა თუ მე შემდეგი გადაცემებისთვის შემოვინახოთ ხო. ანუ მინდა კიდე ერთი რაღაცის სწავლაზე გავამახვილო ყურადღება, ანუ განათლების სისტემა ხომ მაინც უფრო მეცნიერულ და ტექნიკურ საგნებს ასწავლის ადამიანებს და ასევე სოციალიზაციას ბავშვებს, მომავალ თაობებს, მაგრამ არის კიდევ ასეთი რაღაცის სწავლა შეიძლება, სიყვარულის, პოზიტივის და კარგის კეთების, ხო, რაღაც კარგი მორალი რო ასწავლო ბავშვებს. ეს ფუნქცია ძირითადად ეკისრებოდა ხოლმე ადრე იყო ესეთი გაკვეთილები რელიგია, ეთიკა სკოლაში. ну მანამდე არ ვიცი ახლა კომუნიზმის დროს პიონერი არ ყოფილვარ მე. მაგ დროს არ ვიცი. ალბათ თვითონ ყველა საქმის მასწავლებელი. ხო არ ვიცი. აი დღეს ვის შეიძლება დაეკისროს ეგ ფუნქცია? ერთადერთი ეს არის რომ ეკლესიები და მღვდლები უნდა სწავლდნენ ადამიანებს სიკეთეს, სიყვარულს და მორალიც ალბათ იქიდან უნდა აიღო, ხომ? ბიბლიიდან ადამიანმა. ვერ გეტყვი. მაგრამ ვერ გეტყვი. ეს პოზიტივი როგორ უნდა დაგროვდეს სხვაგვარად ერში, როგორ უნდა ისწავლონ ადამიანებმა თავიანთი მოყვასის სიყვარული, თავის დაყენება მათ ადგილას, მათი ტკივილის გაზიარება. აი მაგ შემთხვევაში შეგვეძლო დიდი პროგრესის მიღწევა.
რა რიცი მოდი ხაზი გაუსვათ ჯერ იმას რომ შენში როგორც კარგ ქართულ გოგონაში ეს მოთხოვნა არის და უკვე ძალიან კარგია შენ გინდა შენ გჭირდება რომ საზოგადოება აღიზარდოს თავისი შესაბამისი ქართული მორალის ყვალდაკვალ ხო ესე ვთქვათ რელსებზე სიკეთის წყარო გჭირდება სიკეთი ხო სიკეთე მაგრამ საქმე ის არის რომ ეს ასეც მოხდება მაგრამ გარკვეულწილ ღირებულებათა სისტემის გადაფასების შემდგომ სიკეთეს ყოველთვის ასწავლის ესა თუ ის პერიოდი ამა თუ იმ პერიოდში ბავშვებს საზოგადოებას სიკეთეს ყოველთვის ასწავლიან მაგრამ ეს სიკეთე ყოველთვის მიმართულია ხოლმე იმის სასარგებლოდ ვინც ფლობს ძალაუფლებას გამიგე ისევ და ისევ ამაზეა ლაპარაკი მე არ მინდა ეს ჟღერდეს პოლიტიკურად მაგრამ ძალაუფლება წარმოიდგინე რომ ეს არის რაღაც ბიოენერგეტიკული მუხტი რომელიც უნდა იყოს განაწილებული ყველაზე მოცემულ მომენტში გამიგე ადამიანებს ხო სანამ ეს ბიოენერგეტიკული მუხტი ესე ვთქვათ მადლი ძალაუფლება ჩათვალე რომ ეს არის მადლი რელიგიური კუთხით კი არ ვლაპარაკობ ეს მადლი უნდა იყოს გადასული ყველაზე ერთად პასუხისმგებლობასავით უნდა აიღონ მაგრამ მარტო პასუხისმგებლობაც და პასუხისმგებლობაც ერთად გამიგე აი ეს უკვე ჩამოაყალიბებს თვითონ პიროვნებას ჩვენ ხო პიროვნებები ვიცვლებით და ცოტა ხნის წინაც სხვა პიროვნებები ვიყავით ეხლა მოდი გავგრძელდება მაგრამ არ აუშავს ხო ანუ დააკვირდი როგორი სიტუაციაა როდესაც შუა საუკუნეებში ვიყავით და ძალაუფლებას აბსოლუტურად ფლობდა მონარქი ხო ჩვენ არანაირი პრეტენზია არ ქონდა მონარქი განკარგავდა ყველაფერს რასაც გადაწყვეტდა ისე იყო ხო სწორია ხო ის დაგჭირდა თუ არ დაგჭირდა მაგრამ მონარქი მაშინ ჩვენზე ზრუნავდა რატო ზრუნავდა ჩვენზე იმიტომ ზრუნავდა ჩვენზე რომ ჩვენ ჯანმრთელი ჩვენ კიდე როგორი უზრუნველყოფილი მეტნაკლებად და ჩვენ ბევრი ჩემი ოჯახი რომ ბევრი შვილები მყოლოდა ბევრი რო ყოფილიყო ჩემს ოჯახში შვილები მის ძალაუფლების წყაროს წარმოადგენთ კი ეგ ყოფილი მახსოვს ხო მისთვის ძალაუფლების წყარო ვიყავით მაგრამ როდესაც უკვე ჩვენ შევცვალა ტექნიკამ და ტექნოლოგიებმა სამუშაო ადგილები შემცირდა აღარ არის საჭირო ამდენი კაცი გამიგე პასუხისმგებლობა ჩემზე მე მის სიმდიდრეს აღარ წარმოვადგენ გამიგე და საკუთრებაც აღარა ვარ მე მას აღარ გჭირდები მიმიხვდი რა ხდება მაგრამ მოცემულ მომენტში გარემო გვიქმნის ისეთ პირობებს რომ უნდა დავფიქრდეთ მაშინ ვის გჭირდებით და ჩვენი თავი ჩვენ თვითონ გჭირდება რატომ იმიტომ რომ ესე დაგვაყენა ღმერთმა ჩვენ უნდა გავხდეთ ხატი და სახე მისი და თანაშემოქმედი საკუთარი პიროვნებისა ჩვენ უნდა შევქმნათ საკუთარი პიროვნება აი ამ პირობებში ღირებულებათა სისტემაში რა არის ეთიკა ეხლა წარმოიდგინე რომ ოდითგან სამშობლოს სიყვარული სამშობლოს მიმართ ერთგულება პატრიოტიზმი და რაღაცა გადიოდა როგორც მეფის მიმართ ერთგულება გამიგე თუ მეფეს ედექი მხარში და მეფის ძალაუფლებას განამტკიცებდი შენ იყავი ძალიან მაგარი პატრიოტი მაგრამ რო დაფიქრდები დღეს ესეა იქნება ეს მეფე საერთოდ სხვაგან უბერავს ჩვენს ინტერესებს არ შეეფერება მიმიხვდი რა ხდება ხო რაღაცები იცვლება კუთხითაც არ უყურებ მაგას არიან მარტო რელიგიური კუთხითაც არ უყურებ მეთქი თან მე ამ სიყვარულს იმიტომ რომ ყველა ხომ რელიგიური არ არის არიან ათეისტებიც რომლებსაც შეუძლიათ რა სერჩი ათეისტებს უფრო მეტი სიყვარულით შეუძლიათ და უფრო კარგადაც იცავენ კანონებს კანონმორჩილები წესიერები და რა ვიცი რა თქმა უნდა ანუ გარემოება შეიცვალა ბევრი რამე შეიცვალა ის ადრე ადამიანი მორწმუნე რომ იყო დღეს რწმენის უფრო მაღალ საფეხურზეა გადასვლა საჭირო გამიგე დღეს რწმენის მე იმას კი არ მომობ თუ ეკლესიას ადრე 5 კრუგს ურტყამდი მუხლებზე დაჭოქილი დღეს 20 უნდა დაარტყა ამას კი არ გულისხმობ ჩვენ უფრო მეტი გვჭირდება დღეს იმ შუა საუკუნეებში რა თქმა უნდა იმ შუა საუკუნეებში როდესაც წერა-კითხვა არ იცოდა არავინ და ერთადერთმა მღვდელმა იცოდა წერა-კითხვა თავისთავად ცხადია ეკლესია იყო ცენტრი სადაც მიდიოდი და იქ მაყოფილებდი სულიერებას ხო მაგრამ მაშინ ისიც არ იცოდნენ დედამიწა მრგვალი რო იყო მაგრამ ნელა-ნელა ყველაფერი გამithარდა ბიბლიას დღეს მეც ვკითხულობ მღვდელიც კითხულობს აღქმის უნარი მეც ამაქვს იმასაც აქვს და ეხლა რა გამოდის იცი თუ მას ისე ახსნა არ შეუძლია რომ მე დავკმაყოფილდე ხო მაშინ სხვა გზა არა აქვს უნდა დამიმორჩილოს უკვე აღარ მივდევ დამორჩილებაში ადრე მივდევდი
თლაც სულელური რაღაცაც რო ეთქვა ახლა მითხრა ამას წინათ რა განაპირობებს მეთქი რაღაც ჭკვიანურად რაღა ამას წინათ ერთი 10-15 წლის წინათ რა განაპირობებს მეთქი ადამიანებს შორის დაპირისპირებას აი რა საჭიროებას წარმოადგენს ეს დაპირის პროვოკაციული კითხვა სავით დავსვი მამაოსთვის არ დამისვია ეს კითხვა დავსვი ჩემ ჯარისკაცებთან ლაპარაკობდი ახლა ჯარისკაცებთან იქ შემოესწრო ჩვენი მღვდელი კაპელანი ხო და ჩაერია ლაპარაკში და ბავშვებს ეუბნება მე მეუბნება უпростად ბავშვების ჯარისკაცების გასაგონად ევას რო არ ეჭამა ვაში და არ ეჭმია იმისთვის ადამიანისთვის შეჭამა ვაში მერელი მღვდელი ხო შეჭამა ვაში და ვარ ახლა ცოდვაში გამიგე ანუ დამთავრდა ახლა ამას ადრე შუა საუკუნეებში წერეკითხვის უცოდნარი მიიღებდა დღეს ვერ მიიღებ დღეს ამ ეგლესიის მუშაკს გაცილებით მეტი ცოდნა მართებს ვიდრე მის ირგვლივ ხალხი ტრიალებს იცით ზუსტად ეგეთ მახსნამ ისეთი ცუდი შედეგები მოიტანა დღეს არის შედეგი დღეს ვიღაც ასაკიანი ხალი იძახის რომ აი მე რო ვიტყვიე ჩემს აზრსო ოჯახშიო მაგრამ ქმარი რო იტყვისო ეგრე კი არა ესეო მე ვსო მეტყს ხმას აღარ ამოვიღებო ამ დროს შეიძლება თვითონ უფრო მართალი აზრი ქონა მაგრამ არაო უნდა დავემორჩილოთო უპირობო მორჩილება ხო ამ დროს ის ევას ნაჭამი ვაშლი შენ თუ მაგარი იყავი ადამ რატოც ზუნდი და მეორეც ერთი ღმერთი რა შეცდომას არ გაპატიებდა შენი მოსიყვარულე მამა იმას შეძლო პატიება უბრალოდ ნათი ძვირფასო ამისი ახსნების 1000-ნაირია ეხლა რა არის იცი ცალკე ნახავენ ახლა დაგვრცინებენ შენ რო იცოდე მინდა გითხრა მაგარი მორწმუნეები ვინც არიან ისინი დაგვრცინებენ იტყვიან თქვენ ვინ გეკითხებათ ამ თემაზე საუბარს იმიტომ რომ პრივატიზებულია ეს თემა გამიგე და მე და შენ კიდევ ლაპარაკობ მოდი ნუ ვიდავებთ უბრალოდ რა არის იცი ის რასაც ადრე ადამიანი პირდაპირ გადაყლაპავდა იმის გამო რომ უცოდინარი იყო დღეს აღარ ყლაპავს პირდაპირ ამაზე შევთანხმდეთ ადრე უნივერსიტეტები და ინსტიტუტები იყო ეკლესია მონასტრებთან მაგრამ მერე გამოიტანეს და ეკლესია მონასტრები აღარ არის ცოდნის ცენტრი გამიგე თავისთავად აღარ არის ამიტომაც გინდა თუ არ გინდა იმიტომ კი არ დაკნინდა ეკლესიის ნახლა რაც არ უნდა ვთქვა მაინც ისე დამაბრალებენ რომ არასწორად იქცევიო მაგრამ ეკლესიის როლი დაკნინებულია ხო ადრე ხო ყველაფერი იყო საგანმანათლებლოც იყო თავი და თავიც იყო მეფეებსაც ნიშნავდნენ მირონცხებაც ანუ ესეთი რაღაცა იყო მირონცხებდნენ ხო დღეს ინსტიტუტები და უნივერსიტეტები ეს ფუნქცია წაართვეს სულ ყველაფერი წაართვეს რა ჩვენი ბრალი არ არის არც სატანის ბრალი არ არის განვითარების შემდგომ საფეხურისათვის ვემზადებით თვითონ ეკლესიაც შემდგომ საფეხურზე უნდა გადავიდეს და ყველა გადავალთ წინააღმდეგ შემთხვევაში უარყოფის კანონი მოქმედებს და ამ ძველ ღირებულებებს ყველაფერს მოთხრის და დატოვებს უკან მიმიხვდი ამიტომ ჩვენ მივდივართ იქით პრობლემა არ არის თუ შენ იქნები ადეკვატური და გაასწრებ შენ ის რა ქვია სტიმული რო ქვია სტიმული ხო იცი რა არის სტიმული ყოფილა წვერწამახული ჯოხი რომაული სიტყვა ყოფილა წვერწამახული ჯოხი და ეს ხო ვირები რომ მიდიოდნენ და ვერ მიდიოდნენ საპალნეები რო ქონდათ აკიდებული და ვერ მიდიოდნენ სტიმულს აძლევდნენ ხოლმე უჩუჩხუნებდნენ ამ ჯოხით უკან და საწყალი ვირი გარბოდა ანუ აკლემი მნიშვნელობა არ აქვს ან ცხენი გამიგე გარბოდა წინ სტიმულს აძლევდნენ აი ამ სტიმულს ბუნება თვითონ მოგცემს თუ ჩვენ არ ვივლით თუ ჩვენ არ გავასწრებთ თუ გონებას დავძაბავთ და ნორმალურად ვიმუშავებთ ყველაფერი იქნება რიგზე ამ სამყაროში ყველაფერი ღმერთის შექმნილია კარგიც და ცუდიც ის რაც მოგწონს და რაც არ მოგწონს ბატონო თემურ მაპატიეთ აი ეხლა აღარა მომდის თავიდან ეგ თქმა წეგან რომ შევყევით საუბარს თქვენ რომ შემაჩერეთ დაგვრცინებენო აი მათ გასაგონად მინდა ვთქვა რომ მეტი სიყვარული რომ ვიცოდეთ ადამიანებმა ერთმანეთის დაცინვის სურვილი საერთოდ გაგვიქრა თავისთავად დაცინვა კი არა მხოლოდ თანადგომა ერთმანეთის შეშველება და წამოყენების სურვილი თავისთავად კი აღარაფერი აი აქ გამოავლენთ ადამიანები მაგრამ მე და შეგეხლა სხვას გამსჭით სხვას შევეშვა ეს არა ეხლა არავის გამსჭით ეხლა მე ზუსტად ისევ იმ მოთხოვნილებას ვახმოვანებ რომ მინდა რომ გვიყვარდეს ერთმანეთი
მომისმინე შენ იყვარდეთ კაცნო ერთმანეთიო. იესო მასე დაიბარა. სიხარულო. ახლა არ გეწინოს, მაგრამ მე ვიცინი შენზე. რა არის, იცი, მე სულაც არ მინდა რომ ვიყვარდეს ერთმანეთი. მე უბრალოდ მიყვარს. გამიგე? მე უბრალოდ მიყვარ ხარ. მორჩა, თუ არ გიყვარ ვარ, ნუ არ გიყვარ ვარ, რა ვქნათ? გამიგე? არა გაქვს საკმარისი რაოდენობის არგუმენტი რომ გიყვარდე. გამიგე? და აი ის რომ მე შენ მიყვარ ხარ, ეს შენზე არ არის დამოკიდებული, ეს ჩემზეა დამოკიდებული. მიმიხდი, მოდი ასე შევეშვათ სხვა თემა. ზოგადად კაცობრიობის სიყვარული სხვა არის, შენ რატომ უნდა გიყვარდეს კაცობრიობა? ტრფიალი კი არ გაქვს. უბრალოდ უფრთხილდები მას და ზრუნავ. რატომ უნდა გიყვარდეს კაცობრიობა? აი ქრისტეს აქვს ნათქვამი, გიყვარდეს მტერი შენი. ხო? მოდი მეყვარება მტერი ჩვენი, იმიტომ რომ მე მითხრა ეს ქრისტემ. არ არის სწორი პოზიცია. შენ უნდა გაიგო, რატომ გითხრა ეს ქრისტემ და რატომაც გითხრა, იმიტომ უნდა გიყვარდეს და არა იმიტომ რომ ქრისტემ. ბესმის. გამიგე? მას არ უთქვამს რომ შენ თაიგულები უგზავნეო. არა, ქრისტეს ის კი არ უთქვამს, მე გეუბნები შენ გიყვარდეს გინდა თუ არა და რაღაცა მე გეუბნები ამიტომ უნდა გიყვარდესო. ეს შეუძლებელია. ეს საკუთარი თავის მოტყუებაა. ღმერთმა გითხრა რომ უნდა მიყვარდეს და ამიტომ მიყვარს. არ არის ეს სწორი. უნდა დაფიქრდე რატომ მითხრა ღმერთმა. ანუ ქრისტეს თვალებით უნდა შეხედო მტერს. ფანტასტიკური მოვლენაა, ფანტასტიკური მოვლენაა. გამიგე? ანუ ამ საფეხურზე უნდა გადავიდეს. ამ საფეხურზე უნდა გადავიდეს ადამიანი და გადავა. ის შეიყვარებს მთელ სამყაროს. რატო? იმიტომ რომ გარკვეულ დროის შემდგომ აღმოაჩენს, რომ მთელი სამყარო თვითონ არის. მიმიხდი? თვითონ არის. ეს რასაც ის ხედავს, ეს ფაქტიურად არის ერთი. რა თემაზე გადავდივართ, გოგონა? ამ თემის გამო ჩვენ მართლა კოცონზე დაწვავდნენ ადრე. დღეს არ დაგწვავენ კოცონზე, მაგრამ დაგწინებენ. არა უშავს დაგწინონ, პრობლემა არ არის. ხო, მაგრამ მე ვაწუხებდა ეგ სურვილი კი არ და წუხილი, რომ ზუსტადაც არ მქონდა ის სიყვარული, რასაც ღმერთი მომიწოდებდა, რომ გიყვარდეს კაცნო ერთმანეთიო და გრძნობდი, რომ არ მქონდა ეს უნარდა. ღმერთო მომადლე სიყვარულის უნარი და მომადლე. მოდი ახლა საიდუმლოდ გეტყვი, თან რეკლამასავით გეტყვი ამ თემაზე, ყავს ჯგუფი და კვირაში ერთხელ ამ თემაზე ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს და ვსაუბრობთ. Zoom-ში ვსაუბრობთ, ესენი ჩანაწერები გვაქვს, ხო და თუ გინდა შემოდი ჩვენთან ერთად და ვისაუბროთ ხოლმე. ეს არის ფანტასტიკური მოვლენა, თუ რას ნიშნავს მაგალითად ბედნიერების განცდა, საიდან მოდის, რატომ არ მოდის. გამიგე? თუ საკუთარი მეს აღქმის მომენტი, სამყაროს შექმნის ჩანაფიქრი, ვის როგორ გვესმის. გამიგე? აი ასეთი თემები განიხილება ხოლმე საუბრებში და ნუ ეს ისეთი თემებია, რომელიც თემებით სიამოვნებას გვგვრის. თუ შენ ეს გაწუხებს და მოთხოვნილება გაქვს, ჩვენ შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ ისევ ჩვენი განვითარების ჭრილში. აი ხა რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ბატონო? სიამოვნებით. აი ხა რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ ხო ვაკეთებთ იმას, რომ რეალობის აღქმა, ვერ აღქმულ რეალობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა რომ ეს ჩვენ რაც ჩვენ გვესმის გაუტანოთ ჩვენ ხალხს რომ მათ მოისმინონ და ცოტათი გამდიდრდნენ, ხო? ანუ ჩვენი საკუთარი განვითარების ჭრილში ვაკეთებთ ამას. ისიც ჩვენი განვითარების ჭრილშია და თუ გინდა მე ნახო როგორი კოუჩი გეყოლება ჩემი სახით, უკვე სხვა ჯგუფში შეგიძლია შემოგძანდე, ნახე რა მაგარი რეკლამა გავაკეთე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამყარო შვენიერია, სიცოცხლე ფანტასტიკური მოვლენაა. გრანდიოზული კანონზომიერება, არაფერი ამ სამყაროში არ ხდება ცუდი, უბრალოდ ჩვენ პირობითად ვარქმევთ რაღაცას ცუდს, ჩვენ გასაბრაზებლად ამ ქვეყანაზე არაფერი არ კეთდება, უბრალოდ ჩვენ თვითონ ბრაზდებით, ჩვენ სხვა არაფერი არ გვაბრაზებს, ვერავინ ხა მე შენ ვერ გამაბრაზებ 100 წელიწადი, მე თუ არ გავუბრაზდი, ხო სწორია? ანუ ეს ჩემი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ განსაზღვრავს, რამდენად ვარ მე მომზადებული ამ მოვლენების გადასაჭრელად ან არ ვარ. ზუსტად ისევე ჩვენი ერის დამოკიდებულება მოვლენების მიმართ განსაზღვრავს იმას, რამდენად ვართ ქართველები ამ პრობლემების გადასაწყვეტად, ან რამდენად არ ვართ. მე კი მინდა გითხრა, რომ არ არსებობს პრობლემა სამყაროში, რომლის გადაჭრაც ჩვენ არ შეგვეძლოს. თავარია ჩვენ გქონდეს განწყობა მის გადასაჭრელად. ასე რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა, გაუმარჯოს. არ წავიდა, გაუმარჯოს. სააკაშვილი მოდის, გაუმარჯოს. არ მოდის, გაუმარჯოს. პრობლემა არ არის. პრობლემა არის ჩვენ რა რეაქცია გვექნება ამ ყველაფერთან მიმართებაში. დიახ, მართალი ხართ. მადლობა ბატონ თემურ.
ისე ბატონ თემურ მართალია დღეს გაგვიგრძელდა საუბარი. რაღაც რეკლამებიც გავაკეთეთ, იქ თემიდან გადახოვა, იქ რეკლამა და კიდევ ერთი ბერაგული კი არ და ეშმაკური იდეა მომივიდა. დიდი. ასე ვთქვათ, ტესტი გავაკეთოთ. მე მაინტერესებს ვინ გაძლო ბოლომდე, ვინ გვიყურა და თუ აი ვინც ახლა აი ამას ისმენს, მინდა რომ დააკომენტაროს ვიდეოს ბოლოს და თავისი აზრი პოლიტიკურ საკითხზეც, სიყვარულის საკითხზეც და თუ კიდევ ვინმე საინტერესებს რაღაც თვითგანვითარება პიროვნული, მაშინ ისიც დაგვემატოს თქვენს Zoom-ის ოთახში. აი იქა იმ თემაზე რო გითხარი? დიახ. იმ კარგი. შვენიერია ვთხოვოთ მაშინ ყველას დააკომენტარონ თუ ვიყურეს. ნუ შენ არ ნერვიულო ერთი 10 კაცი ვიყურებს. კარგი. გიხდებ გეფერები, მადლობა დიდი, ყველას დიდი მადლობა. ვფიქრობთ რომ ვიღაცისთვის მაინც სიამოვნების მოტანა შეგვიძლია იმით რომ საუბრობთ და გიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და თვითონაც დასვან ხო შეკითხვები? დიახ. თვითონაც დასვან შეკითხვები და შეგვირჩიონ თემები. დიახ, დაგვისვით შეკითხვები და ვისაუბროთ განსხვავებულ თემებზეც, რაც უფრო საინტერესო იქნება თქვენთვის. უფრო მისაღები, შენიშვნებსაც გავითვალისწინებ პირადად მე. და მოკლედ სასიამოვნო ურთიერთობა შეგვიძლია ვიქონიოთ. და შეგვიძლია დავიმატოთ კიდევ. შეგვიძლია დავიმატოთ. რა კარგი იქნება. კაი იდეა. კარგი. ნახვამდის, დროებით. კარგად გრძანდებოდეთ, მადლობა. მადლობა.